ჩვენ ვითხოვდით რომ ის მუხლით რა მუხლითაც იქნა დაკვალიფიცირებული თეიმურას ჯანაშიას დანაშაულებრივი ანუ ქმედება გადაკვალიფიცირებულიყო ანუ სწორად და კანონიერად გაფლანგვაზე და დანიშნოდა კაცრი დანაშაული ხო? უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაც სამართლის დანაშაული არ მინდა გითხრათ. ივლისში უნდა დამდგარიყო განაჩენი, თუმცა გადმოიტანეს სპეციალურად 4 ოქტომბრამდე, რამდენიმე დღით ადრე, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი აშენებს ყველაზე მეტად ბიზნესმენის, რაც შეეხება ზოგადად ამ საქმეებს, ყველა მოიცით რომ ეს არის შეკერილი საქმეები და არც ერთ ცივილიზებულ სამყაროში არც ერთ ქვეყანა არ აღიარებს ამ შეკერილ საქმეებს, მოშებული იმასთან რომ ადამიანი პრეზიდენტი, რომელიც ხარჯებს საკუთარი ქვეყნის იმიჯისთვის, საკუთარი ქვეყნის უკეთესი ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური მდგომარეობისთვის ხარჯავდა, არის მხილებული, როცა ამ ხარჯებს ხო, რომელიც უკავშირდება ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც უკავშირდება შორის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ანუ თავისი უფლებამოსილებების გამოყენების გამო არის შეკერილი ეს საქმეები და ყველა ამ შემთხვევაში საქმეზე გვაქვს არ არა კონკრეტული დანაშაულებები, არამედ უბრალოდ ადამიანის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.